ანგელოს და ბუნებას რაც შეეხება ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, ყველასათვის ცხადია, უკვე აღნიშნეთ კიდეც არაერთგზის, რომ ისინი უსხეულონი არიან, ანუ მათი ბუნება, მათი არსი არამატერიალურია, სულიერია. მაგრამ აი ამ სულიერ ბუნებაში რა იგულისხმება? ამ მხრივ იყო განსხვავებული შეხედულებანი ღვთისმეტყველების ისტორიის მანძილზე. თუმცა საყოველთაოდ მიღებულია და ესეთი გამოჩენილი მამები, როგორც იყვნენ კაბადოკიელები, ოქროპირი, უფრო გვიანდელი მამები, დამასკელი, პირდაპირ წერს, რომ უნდა განვასხვაოთ სხეულებრივობის ორი სახე. ეს არის აბსოლუტური უსხეულობა, აბსოლუტური სულიერება, რომელიც გააჩნია მხოლოდ ღმერთს, უпростоრად მას არ გააჩნია რა ვითარი სხეულებრივი რამ და ის შეფარდებითი სხეულებრივობა, რომელიც აქვს სულებს, მათ შორის ანგელოზებს. ანუ ისინი უსხეულონი არიან მატერიალურ საგნებთან შედარებით, მათ შორის ადამიანთან შედარებით, მაგრამ ისინი პირობითად რომ ვთქვათ, სხეულებრივნი არიან თვითუფალთან შედარებით. რადგანაც შეუქმნელი და აბსოლუტურად უსხეულო ვიმეორებ მხოლოდ ღმერთია და რადგან ანგელოზები არიან ქმნილებანი, ამიტომ მათ შორის, როგორც ქმნილებებსა და შემოქმედს შორის, ონტოლოგიური უფსკრული ძევს. ანუ ისინი არიან ქმნილებები და მათ გააჩნიათ ქმნილებრივი სხეულებრივობა. გნებავთ ჭყალებში ჩავსვათ ეს ტერმინი. მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ტრივიალური გაგებით, რა თქმა უნდა, და ეს არავითარ ერთ შარიწევს, უსხეულო არსებები არიან, უსხეულო არსებებს წარმოადგენენ. დასავლურ ღვთისმეტყველებაში, კათოლიკურში, იყო ორივე აზრი, მაგრამ საბოლოოდ თომიზმის გამარჯვებასთან ერთად, რომელიც მაინც გაბატონებული თვალსაზრისია კათოლიკურ დოგმატიკაში, გაიმარჯვა სწორედ უსხეულობის იდეამ. თუმცა იყო საწინააღმდეგო მემართულებაც, რომელსაც მხარს უჭერდნენ ფრანცისკანელები, კერძოდ ბონავენტურა, მეორე დიდი ღვთისმეტყველი კათოლიკური სამყაროსი. მე-19 საუკუნის რუსეთის სინამდვილეშიც იყო ამის თაობაზე ორი განსხვავებული აზრი, წმინდა ეგრანტე ბრიანჩანინოვსა და ასევე წმინდა თეოფანე დაყუდებულს შორის. წმინდა ეგრანტე ბრიანჩანინოვი იზიარებდა სწორედ იმ აზრს, რომ ერთგვარი სულიერი სხეულებრივობა გააჩნიათ სულიერ არსებებს, ანგელოზებს და დემონებსაც შესაბამისად. თეოფანე დაყუდებული კი საპირისპირო პოზიციაზე იყო და ამბობდა, რომ წარმოუდგენელია, რომ სულიერ არსებებს რაიმე სხეულებრივი ნიშნები ახასიათებდეთო. თუმცა მათ ორივეს მხედველობაში ჰქონდათ სწორედ ის წანამძღვრები, რომლის თაობაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ის პირობითი სხეულებრივობა და ფაქტიურად ისინი ერთი და იგივეს ამბობდნენ, უბრალოდ როგორც სიტყვიან ხოლმე სხვადასხვა ენაზე მეტყველებდნენ. ისიც აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის ბოლო ხანებში თეოფანე დაყუდებულმა მაინც აღიარა გარკვეული მამებისეული შეფასებით აღიარებული სხეულებრივობა ანგელოზებისა. ანგელოს და ბუნების თაობაზე უნდა ითქვას, რომ მათი აღწერა, მათი ბუნების აღწერა შესაბამისად და გამომდინარე იქიდან, რომ ისინი უსხეულო არსებები არიან და ჩვენი მიწიერი ენობრივი აპარატი უძლურია მათი ბუნების, მათი თვისებების გადმოსაცემად, ამდენად მათზე მსჯელობენ ოდენ მეტაფორული, სიმბოლურ, ალეგორიული სახეებით. მაგალითად, სერაფიმები ნიშნავს ცეცხლოვანს, მგზნებარეს. აი ქერუბიმების სახელწოდება ეტიმოლოგია არ არის დადგენილი ზუსტად. რაც შეეხება მთავარანგელოზს და სახელებს, მიქაელი, გაბრიელი, ეს ორი მოიპოვება წმინდა წერილში. დანარჩენი მთავარანგელოზებისა აპოკრიფულ ნაწარმოებებშია. იეგუდიელი და ვალახიელი საერთოდ გარდამოცემის მიხედვით ვიცით, წერილობითაც ის ფიქსირებული არ არის წმინდა წერილში. თუმცა თუ დაუკვირდებით, რომ ყველა მათგანი მთავრდება ელზე. ელ საერთო სემიტური ძირია ღვთაების აღნიშნული, ელოჰიმ მაგალითად, ალლაჰ. რაც ნიშნავს, რომ ყველა მათგანი გამოხატავს ღვთის რაღაცა თვისებას, ღვთისადმი, ამა თუ იმ ანგელოზის რაღაცნაირ მიმართებას, ღვთის ძალას, ღვთის მსახურებას და ასე შემდეგ. ცხადია, როგორც წეგან აღნიშნეთ, მათი ბუნების გადმოცემა რთულია, უпростоრად შეუძლებელიც არის და თუ რაიმე ვიცით ჩვენ ანგელოზთა შესახებ, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი ევლინებიან კაცობრიობას, ევლინებიან ადამიანებს და თავად გვიცხადებენ საკუთარ თავს, საკუთარ ქმედებებში აცხადებენ
თუ შეიძლება ესე ითქვას, თავიანთ ბუნებას. მათი ბუნების თაობაზე როცა ვსჯელობთ, ცხადია იქვე დგება საკითხი მათი იერარქიის შესახებაც. იერარქიის თაობაზე და საერთოდ იგივე მათ ბუნებაზე და რაოდენობაზეც ერთიანი აზრი შეიძლება ითქვას, რომ არც არსებობს. ჩვენი უმთავრესი წყარო ღვთისმეტყველების არის დიონისე არაეოპაგელის, წმინდა დიონისე არაეოპაგელის სახელით ცნობილი ნაშრომი არაეოპაგეტიკული კრებული, რომლის ერთ-ერთი წიგნი ზეციური იერარქია, ზეციური ღვთაებმთავრობისათვის, როგორც ქართულ თარგმანში ქვია, სწორედ ანგელოზთა შესახებ სწავლებას ეძღვნება. ეს არის ანგელოლოგიის საფუძველი მართლმადიდებულ ღვთისმეტყველებაში და სწორედ იერარქიულად არის განხილული ანგელოზთა დასები. ეხლა ის სხვა საკითხია, ის ეკუთვნის მართლა წმინდა დიონისე არაეოპაგელს თუ გვიანდელი ნაშრომია და ამ წმინდანის სახელს არის ამოფარებული მისი ჭეშმარიტი ავტორი, ამის თაობაზე დიდი დავაა დღემდე გადაუჭრელი მეცნიერთა შორის და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, რადგან ეს ცდილება ჩვენი კომპეტენციის და ჩვენს დანიშნულების ფარგლებს, ჩვენი საუბრის დანიშნულების ფარგლებს ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ დიონისე არაეოპაგელი ანგელოზთა იერარქიას ტრიადულად, სამეულებად და ყოფილად აღვიწერს, რომ 9 დასი განაწილებულია 3 საფეხურად, 3 იერარქიულ საფეხურად: სერაფიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი, უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. ეს როგორც გითხარით, ძირითადად მიღებულია ღვთისმეტყველებაში, გაზიარებულია, მაგრამ უნდა დავამატოთ, რომ ზოგიერთი სხვა მამა, რომელიც ისტორიული ვითარების გამო არ იცნობდა ამ საღვთისმეტყველო ტრაქტატს და რა თქმა უნდა მას ვერც დაეყრდნობოდა, ჩამოსთვლის სხვა დასებსაც და სხვადასხვა ოდნავ განსხვავებული იმეორებს კიდეც ამათ, უпростоრად იგივეობრია მათ მიერ ჩამოთვლილი სახელები და სახელებების საღვთო ანგელოზებრივი დასებისა და თანხმოვაშია არაეოპაგელისეულ ჩამონათვალთან, მაგრამ არის ისეთი განსხვავებული სპეციფიკური ამა თუ იმ მამისათვის დამახასიათებელი დასახელება, ვთქვათ საუკუნო მხედრობა გრიგოლ ღვთისმეტყველთან არის და ოქროპირსა აქვს კიდევ სხვა. ეს რა თქმა უნდა წინააღმდეგობაში არ მოდის ერთმანეთთან ეს ორი მოსაზრება. იქვე ამ ქვემასაც აღნიშნავთ, რომ ეს სამეულებად, ტრიადებად დაყოფა წმინდა სიმბოლური ხასიათისაა. როგორც გითხარით, ანგელოზთა რიცხვი ძალიან ბევრია და ამდენად ეს ტრიადულობა არის ერთგვარი ცდელობა, ერთგვარი სისტემატიზაციისა მათი ღირსებების, მათი მსახურებების შესახებ. იერარქიულობა ანგელოზებისა გამოიხატება ასევე მათ ნოეტურ შესაძლებლობაში, მას ღვთისმცნობელობაში. ყველაზე მაღლა მდგომი იერარქია უშუალოდ იღებს მადლს, ცოდნას და დავალებას თუ მსახურებას უშუალოდ უფლისაგან. ქვემოთ მდგომი იერარქიულად მდგომი სულიერი არსებები უკვე უშუალოდ მასზე ზემდგომისაგან იღებენ ამ ყოველივეს და ასე დაღმავალი კიბის სახით ვრცელდება ადამიანების მფარველ ანგელოზებამდე, რომლებსაც უკვე აქვთ უშუალო კონტაქტი ადამიანებთან და ყველა ადამიანს მოგეხსენებათ ნათლობის დროს ეძლევა თავისი მფარველი ანგელოზი. თუმცა ხშირად ახაც თავს იჩენს ხოლმე უთანხმოება, მაგალითად ისაიას წიგნში მთავარანგელოზი მიქაელი საერთოდ ზეციური მხედრობის მეთაურად არის სახელდებული. მაშინ როცა არაეოპაგელისეულ განსაზღვრებაში იგი მხოლოდ და მხოლოდ მესამე უდაბლეს იერარქიას განეკუთვნება. რაც შეეხება მცოდნეობას, წეგან ვახსენეთ, ანგელოზები, რომლებიც სულიერი ბუნების არიან, უფრო ახლო არიან სულიერ სამყაროსთან ზოგადად და კონკრეტულად უფალთან, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი ცოდნის მქონენი არიან ვიდრე ადამიანები. და ამ ცოდნას ისინი აუწყებენ ადამიანებს. თუმცა აბსოლუტური მცოდნე მხოლოდ ღმერთია და ღმერთთან შედარებით მათი ცოდნაც, მათი გონებრივი შესაძლებლობანიც ფარდობითია. ანუ მოკლედ რომ თქვათ, ისინი არ არიან ყოვლის ცოდნენი. ანუ მათ უდიდეს ცოდნასაც აქვს საზღვარი. ანგელოზთა თაყვანისცემა ქრისტიანულ სწავლების მიხედვით და პირველ რიგში ღვთისმსახურებაში, ლიტურგიულ პრაქტიკაში უძველესი დროიდანვე იყო. ამას მიუთითებს სწორედ აპოლოგეტი მამების ნაწერები, რომლებიც ეკამათებიან ქრისტიანობის მოწინააღმდეგეებს სწორედ ამ საკითხებში, კი პირველ რიგში გნოსტიკოსებს, სწორედ ანგელოზთა თაყვანისცემის საკითხებში. რაც შეეხება კანონიკურ მხარეს, ლაოდიკიის კრების 35
მუხლის მიხედვით პირდაპირ კანონდება ანგელოზთა თაყვანისცემა.